ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვიდეოზე ასეთი კომენტარი დამხვდა. აზრს მხოლოდ ბრიყვები იცვლიან. ხო და ჩავთვალე რომ კარგი იქნება ამ თემაზე ვიდეო ჩავწერო. აი წარმოიდგინე საქმე დაიწყე, ფული ჩადე და ცოტა ხანში აღმოაჩინე რომ საქმე წამგებიანია და დაიწყე მხოლოდ იმიტომ რომ არ ქონდა საკმარისი ინფორმაცია და სწორად ვერ გათვალე. მაგრამ უკვე ხედავ რომ წაგებაში ხარ, ანუ წამგებიანი საქმეა. მაგრამ პრინციპის გამო და იმის გამო რომ საქმე გინდა ბოლომდე მიიყვანო, მაინც აგრძელებ და უფრო და უფრო მეტ ვალებში ტოპა, უფრო და უფრო მეტ ფულს, ენერგიას კარგავ. ასეთი ქმედება, არა სწორად. ასე მოქმედებს ბრიყვი ადამიანი. ბრძენი ადამიანი ყოველთვის მზადა არ იყოს ემოციურად დამოკიდებული თავის გადაწყვეტილებაზე, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და თუ შესაძლებელია შეცვალოს. ამიტომ, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეჭქვეშ დავაყენოთ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი შეხედულება. თუ ეს ასე არა, თუ მაქსიმალურად კონსერვატორები ვართ და არაფერ ახალს სიახლეს არ უშვებთ ჩვენს ცხოვრებაში, ვერ ვაკეთებთ იმის დაშვებას, რომ შეიძლება ვწდებოდე, ყველაზე დიდი სიბრიყვე ესაა. ამიტომ ადამიანი, რომელსაც აქვს სიბრძნე, ის მზადაა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებებს, საკუთარ შეხედულებებს და თუ საჭიროა ცვლილებები შეიტანოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი მერყევი უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ პოზიციაზე დგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა, როდესაც ეს რაციონალურია და ძალიან ცდარია საქმის ბოლომდე მიყვანა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პრინციპული ვარ და აუცილებლად ჩემს სიტყვას ბოლომდე გავიტან. ამიტომ საინტერესო თემაა და დასაფიქრებელი.